თამამად შეიძლება იმის თქვა, რომ როგორც ჩვენს წარსულში მოქმედებდა მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, რომელიც შეიქმნა ათეისტებით, რომლებიც ებრძოდნენ ეკლესიას, აპატიმრებდნენ სასულიერო პირებს, ანგრევდნენ ეკლესიებს, გამოქონდათ თავიანთი პერიოდული გამოცემაც ჰქონდათ გაზეთი მუკი, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის პერიოდული გამოცემა და სიმართლე რო გითხრა 10,000-ობით ადამიანი იყო გაწევრიანებული ამ ორგანიზაციაში. დღესაც თან ეს ორგანიზაცია, რომელიც არის ნაცმოძრაობა და მათი საწელიტები, ეს არის თანამედროვე მებრძოლ უღმერთოთა კავშირი. ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის ეკლესიას, რომელიც უვარდება სასულიერო პირებს, რომელმაც ხელი მოაწერა იმ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ისინი ეწინააღმდეგებიან LGBT პროპაგანდის აკრძალვას. და დღეს აი ამ ადამიანებზე, რომლებიც ქუჩაში დგანან და სწორედ ეკლესიაზე იერიშს ახორციელებენ და ჩვენს სასულიერო პირებზე, ამ ადამიანებს პროგრესულ თაობას უწოდებს ინტელიგენციის რიგი წარმომადგენლები, რომ თურმე ესენი ყოფილან ჩვენი მომავალი თაობა. მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომავალი თაობის უდიდესი ნაწილი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, ადრეც მithქვია და ეხაც ვიმეორებ იმ სახელგანთქმული და სახელოვანი კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების, რომლებიც ამ ადამიანებს სწორედ რომ აძლევენ გარკვეულწილად სტიმულს, რომ შემდგომშიც უფრო იმოქმედონ ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ის ვინც ამსხრევს, ანგრევს, ანადგურებს ქვეყანას, რუსთაველს და შენ იმაძე ამბობ, რომ ეს არის ის ხალხი, რომლებიც ქვეყნისთვის მოქმედებს, რომ ეს ხალხი ფიქრობს, რომ ეს კიდევ უფრო მეტჯერ უნდა გაანადგურონ, კიდევ მეტჯერ უფრო მეტი მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ რუსთაველს და კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკლესიის მიმართ. პირდაპირ ეთერებში ხალხო გამოდიან ცენტრალურ პრაიმ ტაიმში ადამიანები და მოიხსენიებენ ჩვენ სასულიერო პირებს და ეკლესიასაც აი ესეთი ფორმით, როგორცაც არ ვიცი, ყურები არ უჯერებს და ამას 90-იანების წლებში ვერავინ ვერ გაბედავდა. როგორ არ დაიღალა ეს გაუნათლებელი საზოგადოება ამდენი წევრი манипулირებას და დაფარვას ჩვეულებრივი კრიმინალის და ძალადობის ამ რელიგიური სახელით. და ამ რაღაცნაირი ფსევდო რაღაც ეკლესიო ეს დასაკეტი არის ყველაფერი. ვიღაც ჰიპიანი მამაოები და ვიღაცები დადიან და მემასწავლიან ჭკუას და ისტორიას ვინ რა უნდა გააკეთოს. და ამასთან ახლოსვე არის კრიმინალი, ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. ესენი და ესენი. ეხლა პოლიციაც შეუერთდა. ხო, სამწუხაროდ ეს არის ყველაზე სამწუხარო და ისე რელიგია და ფარისევლებზე როცა ვსაუბრობ. სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა არც ვიცი ვინ არის ეს პიროვნება, მაგრამ გამოდის TV პირველზე და ერთ-ერთ რაღაცა რეიტინგულ ჭალებში გადაცემაში და ლაპარაკობს ასე და ტრიბუნას უთმობენ აი ამ ადამიანს. რომ დასაკეტი არის ეკლესიები. აი გეკითხებით, ესენი არ არიან მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წარმომადგენლები? ესენი არ არიან მებრძოლ უღმერთოთა კავშირის იმ იდეების გამგზელებლები, ვინც ახლა ვისაც ისტორია მიუჩინა თავისი ადგილი? და აი ამ ხალხზე გვეუბნებიან, რომ ესენი არის პროგრესული თაობა. აი მე ახლა გეკითხებით, შეიძლება ადამიანს ვთქვათ არ მოსწონდეს ხელისუფლება. თუ ხელისუფლება არ მოგწონს, მაშინ უნდა მისცე ხმა და დაუჭირო ხარი იმას, ვინც უკეთესია ხელისუფლება. და ესენი არიან უკეთესები და ესე ამათზე უნდა გავაკეთოთ სწორება? არა, ადამიანს ეხა ის ხო არ არის, რომ ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა იყოს ის. აი ამ არჩევანმა და ასეთმა არჩევანმა ქვეყანა დაღუპა. ოღონდ ესენი არა და ყველა სხვა კი. ესენი არიან ამათთან შედარებით დღევანდელი ხელისუფლება მართლა ყიჭვისის ანგელოზები არიან. იმიტომ რომ შეიძლება ხალხი, რომლებიც ეკლესიის დაკეტვაზე ოცნებობს, აი ამათზე გაკეთდეს სწორება. და დაგმეს ის რაღაცა ხის 4 ფიცრის დაწვა და ამაზე მორალი წაიკითხეს ისეთი, რომ აი არ ვიცი. ხალხი, რომლებიც მიუვარდნენ მამა შალვა კეკელიას. ესე იგი, რო კითხო ევროპაში უნდათ, რო კითხო დემოკრატიის დამცველები არიან და ვერ იტანენ განსხვავებულ ას. მიუვარდნენ სასულიერო პირს და რატომო შენ გაქვთ ეს პოზიციო და რატო არ მაღლებ ხმასო იმაზეო რაც ხდება.
არ ვიცი, ადამიანები, რომლებიც ეკლესიის დაკეტვას, სასულიერო პირების დევნას იწყებენ, რომლებიც მაცხოვრის გამოსახულებით კუბოებს ჭვავენ და მე ამას კიდევ ამართლებენ და ამას ამართლებს თვითონ ეს ჟურნალისტები. ან სად გაიზარდნენ, ან ამათ შეიძლება ჟურნალისტები უწოდოთ ხალხო, ესენი ვინ არიან საერთოდ რა. ესე იგი არ ვიცი, ყველაფრის გაправება შეიძლება და ყველაფერზე მწვანე შუქის ანთება. ეს ხალხი არიან ქვეყნის მოღალატეები. აბა სხვა რა, ეს არის ბილად ნათქვამი კიდე რა. ეს არის ბილად ნათქვამი. შეიძლება ესენი საერთოდ ტელეეთერებში იდნენ, ესენი ტელეეთერებში კიდე სახში არ არიან შემოსაშვები, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ეხლა მაცხოვრის დაწვას ამართლებს, აი რანაირად შეიძლება ამ ადამიანს ჩააბარო რომელიღაცა გადაცემა და ან ელაპარაკოს საზოგადოებას. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ აი ამ 30 წლიანმა დასავლეთის ბატონობამ საქართველოში გამოიწვია, რომ შექმნა თაობა, რომელიც დაცლილია ეროვნული თვითშეგნებით, დაცლილია ყოველგვარი რელიგიური და სახელმწიფოებრივი პოზიციებით. ბევრს ალბათ გონია, რომ აი ეს სემინარები, კონფერენციები, ის კურსები, რომლებსაც დასავლეთი ატარებს, ის სასწავლებლები, რომელიც დასავლეთმა შექმნა, ვიღაცას გონია, რომ აი აქ რომ ჩვენ თაობას ელაპარაკებიან, ჩვენ მომავალ თაობას ესენი რაღაცა კარგს გვიკეთებენ ჩვენ. როგორ შეიძლება სახელმწიფო, მუცხოვ ქვეყნის სახელმწიფო ფული დააბანდოს აქ და მან საქართველოს მოსიყვარულე ადამიანები ჩამოაყალიბოს. ისინი აყალიბებენ თავიანთ აგენტურას საქართველოში, ისინი აყალიბებენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ უცხო ქვეყნის ინტერესებს, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის ინტერესებს დაიცავენ. და ესეც ხდება. იმას კი არ აფრიალებენ საქართველოს დროშას, ევროკავშირის დროშას აფრიალებენ. ეხლა იტალიაში, ესპანეთში ვინმე რომ თავიანთი სახელმწიფო დროშაზე უფრო მაღალი ვინმე დააყენოს, მაღლა ვინმე, არ ვიცი, მართლაც იმ დროშის ტარს გათხრიან ერთ ადგილას. და ესენი გამოდიან და ევროკავშირმა თუ თქვაო, მაშინ უნდა ესე იგი გადავიჩეხოთო ჩვენო. თუ ევროკავშირმა გვითხრა, ესე იგი ჩვენ აუცილებლად ის უნდა გავაკეთოთ, რასაც გვეტყვიან. თუ გვეტყვის, რომ უნდა ვთქვათ ჩვენ სარწმუნოებაზე უარი უნდა ვთქვათ. და ნახეთ ერთი რა ეპიტეტებით და რა განცხადებებს აკეთებენ აი ამ აქციებში. შალვასთან მიმდინარე ამბებს. პირველ რიგში ბატონ მამა შალვას მინდა ვკითხო, აი მამა გაბრიელმა ანდერძით რო დაიბარა, რომ ჭილობში გახვეულიო სანაგვეზე დამკრძალეთო, კუბოს გარეშეო და ასეთ რომ მოიქცნენ. მერე აი ამ წმინდანის ანდერძი რო დაარღვიეთ, ამოთხარეთ, ლუსკუმაში დაასვენეთ ლენინივით. და თითებს აჭრით და აქეთ დაგაქვთ ვანდალებივით. აი იმ ლენინივით რო დაასვენეთ ლუსკუმაში, რომლის პორტრეტიც აქ დაწვა და რომლის გამოც საგჟეში წაიყვანეს. მაინტერესებს მამა ფარდაკეკელია ამასთან დაკავშირებით რა აზრის არის, იმიტომ რომ აი ბატონო შალვა ხალხი შიმშილით კვდება და თქვენ ფარდებს იკერავთ უკან და იმის შესაფერი სამოს იცმევთ, რომ ხალხზე რაღაც თავეჭილება მოახდინოთ. თქვენ არ ხართ მოძღვარი, თქვენ ხართ ვაჭარი, ის ვაჭარი ხართ, რომელმაც ქრისტე გამოაგდო ეკლესია, ქრისტემ რო გამოყარა ეკლესიიდან ამ ვაჭრებმა რო გადაიცვით ანაფორები და შელაგით ეკლესიებში. ბოდიში ერთად ვიტყვი. მამა გიორგი რაზმაძეს მინდა ვკითხო, ბატონო მამაო, გახსოვთ ალბათ 5 წლიდან აი ეს ამ ხელა ვიყავი თქვენთან წადარში დავდიოდი. არაფერი არ არსებობდა, დიდი დიღმიდან ფეხით დავდიოდი ხოლმე ავჭალაში. 2012-ში თქვენ ძლივს მოყვანილ მამაჩემთან ერთად ტაძარში ვიდექი და თქვით, რომ ამბიონიდან რომ ნიშა სააკაშვილსო, ვინც მოხაზავსო, იმასო მე ზიარება საუკრძალავო და მამაჩემს იმის მერე ფეხი არ შემოუდგამს ეკლესიაში. ბედნიერი ხართ ახლა მაინტერესებს. აი ესეთი ავანტყოფი ადამიანები არიან შეკრებილი რუსთავზე. ხა ეს ნორმალური არის გეკითხებით ახლა. სასულიერო პირს მიმართავს ბატონობით. ესე იგი თუ არც ისიც ის რომ ბევრი წმინდანი, როგორც მამა გაბრიელი, ასევე არის დასვენებული და არავითარ ლენინზობაზე, რა ლენინობაზეა საუბარი, ერთი მაინტერესებს. არც იცის, არც რელიგია იცის, არც არწმუნება იცის, არც რამე იცის საერთოდ, არც მოგძალება აქვს, არც ისის რომ წმინდანები რა თითებს აჭრიან, ვის აჭრიან. შვილო, შენ წადი იმ კურნალე, მაგრამ არც ის კურნალობა გიშვერ. და ეს არ არის სიძულვილის ენა და ჰომოფობია, როცა რელიგიურ გზნობებს შეურაცხყოფენ და ჩვენ წმინდანებს მამა გაბრიელს შეურაცხყოფენ.
მართლა ეს TV პირველი ჟურნალისტებო არ აქვს ხვენია თქვენ რას კადრულობთ ან თავარი არხეს ამ ფორმულა ჟურნალისტებს მინდა მიუმა სადამდე ხართ ან ეკლესიაში როგორ მიდიხართ მართლა ჩვენმა ეკლესიამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება რომ აი ვინც ამ ტელევიზიებში მუშაობს არც ზიარება არც აღსარება არც ნათლობა არაფერი არ ეკუთვნით თუ შენ ემსახურები სატანა შეიძლება რომ რამე მიიღო ეკლესიიდან მე გამოდიან და ესე უკმაყოფილო სახით გვეუბნებიან ეხა გირჩის სექტის წევრი როგორ დაიცვლება რატო არა უგო მამაომ წესიო თან სექტაში არიან თუ სექტაში ხარ აგინა ეკლესიაში წადი და იმან რა ქვია მე პირფალოსე ზურა გირჩი ჯაფარიძე მაგიგოს წესი რა გინდა მაშინ რატო ითხოვ რამეს თუ ესე იგი თან უნდა თან იციან რომ სულის ცხონებასთან არის კავშირში ეკლესია მაგრამ ეკლესიას უნდა აგინონ ეხლა ეს ტვინგაყინული ამიბიოზი ესა ეს შეიძლება ამას სხვანაირად როგორ უწოდო რომ წმინდან შეურაცხყოფს ხალხო ნებისმიერ მუსულმანურ ქვეყანაში ვინმე რო გამოვიდეს და ესეთი რამე თქვა ცოცხალი ვერ გადარჩება რა ცოცხალი ვერ გადარჩება მუხამედზე რო ეგეთი რაღა თქვას გახსოვთ არლად შარლი ებდოს მაგალითი როდესაც შარლი ებდოში გამოქვეყნდა ამ გამოცემაში მუჰამედის კარიკატურა და როგორ დაასრულეს იქ თავისი მოღვაწეობა იმ ადამიანს მე არავის სიკვდილი არ მინდა არც ვინმეს მოუწოდებ იმისკენ რომ ძალის და ჩვენი ეკლესია და ჩვენი სარწმუნოება არ ქადაგებს იმას რომ მოწინააღმდეგე მოუსპოთ და გავანადგუროთ ფიზიკურად მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა ვერ ბედავენ აბა ვინმეს გაგიკიათ რომ მუსულმანური რაღაც სარწმუნოების მიმართ ესეთი რამე ვინმეს ეთქვა და ესე იგი ქრისტიანობას როგორც გინდა შეეხები როგორც გინდა ესე იგი ელტონ ჯონზე რო იხუბრო სამსახურიდან გაგაგდებენ ვიღაცაზე რო რამე თქვა LGBT-ზე არ ვიცი გადაგცემენ ანათებას და აქ ესე იგი ხედავ თქვენ რა ხდება ინგლისში ადამიანი რომელიც თვლიდა რომ LGBT გაყნელების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო პოზიცია ძალიან მკაცრი ის ადამიანი ციხეში გაუშვეს ხალხო და ეს ადამიანი ეხლა ეს Facebook-ი ყველაფერს რო ბლოკავს და ყველაფერს სიცოცხლის ესე იგი ლამის უფლებად წაგვართვას აი ეს ეხლა რო გავიდა ესეთ შეურაცხყოფა რომ მიაყენა ამაზე საერთოდ არ უნდა გათიშო ეს TV პირველი ეს ბოროტების მანქანა ესა და მერე გამოვა ვიღაცა და იტყვის რომ ჩვენ ღმერთი გვწამს და მერე მოიწევენ იქ ვიღაცა სასულიერო პირს და რაღაცა რეალურად დაიწყებს ის ადამიანი რაღაც ხვანერად საუბრ მე მინდა ეხლა ამერიკაში რომ არის ეპისკოპოსი აი ამას რომ უსმენს ერთი მაინტერესებს ამათ უჭერთ ხარ თქვენ არ გეხებათ ეს მაინტერესებთ არ ეხება იმ ეპისკოპოსს იქ რომ არის რაღაც ჭოკით როხტომაში და ფეხბურთით თამაშით გარდა რომ არაფერს არ აკეთებს იქა საბაზე მაქვს საუბარი ეპისკოპოს საბაზე რომელსაც აქვს საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბებული და იქ ჭოკით ხტომის მეტი არაფერს არ აი საბა მე უფე საბას მინდა მივმართო მე ეხლა რაც არ უნდა მიუღებელი იყო ჩემთვის ადამიანები ბატონობით არავის არ მივმართავ იმიტომ რომ რეალურად მაგ იმდენი გარკვეულწილად მორჩილება და მაგ ის რეალურად დამოკიდებულება ჩვენი სასულიერო პირების მიმართ მაგრამ თქვენ ძალადობას თქვენ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე ლაპარაკობთ რომ ესენი არიანო ჭეშმარიტი ქრისტიანებიო ეხლა ესენი არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები მე უფე მამა გაბრიელს შეურაცხყოფენ ეკლესიას შეურაცხყოფენ პატრიარქს შეურაცხყოფენ მაინტერესებს ერთი ვის ხედავთ აქ ამ რუსთაველზე თქვენ ნორმალურს ერთი კუბოები მიაქვს და კუბოებს წვავენ რა ეს გაგონილა ხალხო მე მინდა ამ ჩვენ საპატრიარქოს მივმართო განკვეთეთ ეს მეუფესაბა საერთოდ რა რისთვის არის იქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის ცოდო ის ხალხი ეხლა ესეთი მეუფე რო ეყოლება იქ აკაცო ადამიანებს რა უნდა ამ ადამიანს იქა მაინტერესებს ეპისკოპოსად რა უნდა ეპისკოპოსად კი არა ეს ადამიანი არც სასულიერო პირად უნდა იწოდებოდეს რა განსხვავებაა პეტრე კოხსა და აი ამ მეუფე საბას შორის მაინტერესებს როდესაც ადამიანი ბოროტებაზე ამბობს რომ ეს არისო სიკეთეო რომელიც თეთრზე ამბობს შავიაო არ ვიცი როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი ვითმინოთ შეურაცხყოფას გვაყენებენ მღვდლებს უვარდებიან სასულიერო პირებს აგინებენ ლანძღავენ წმინდანებს შეურაცხყოფენ და მე ამას ჩვენ უნდა შევეგუო და ზოგიერთი ეკლესიის მსახური გამოდის და ამაზე ლაპარაკობს რომ ესონი არიანო პროგრესული თაობაო და ხელი არ დააკაროთო ამათო რა ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის რომ აი ეს ყველა ტელევიზიები TV პირველი ფორმულა თავარი არხი აქ წარმოაჩენენ ადამიანებს რომლებიც ებრძვიან ეკლესიას ეხლა მე რომ გამოვიყვანო აქ ადამიანი და რაღაც საშინელებები რო ილაპარაკოს ამ არხის ჟურნალისტებზე და მათ პირად ცხოვრებაზე ვინ არიან რა არის მე არ მივცემ თავს უფლებას ამისას და მით უმეტეს ღირსები კი არიან ისე და გამოდიან და ეკლესიის შეურაცხყოფელ ადამიანებს
და წმინდანების თან ღვთისმშობლის შეურაცხყოფელ ადამიანებს უთმობენ ასპარეს. აი ეს არის გასაოცარი მეგობრებო და ამაზე არავითარი რეაგირება არ აქვს შესაბამის უწყებებს, იმიტომ რომ ეს მე მგონი რომ კანონით დასჯადი უნდა იყოს ეს ქმედება. თითქოს რეფლექსია გამომიდის ხოლმე ყოველთვის, ვინაიდან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და არ შემიძლია რაღაცნაირად აი რაღაცა ხდებოდეს ქვეყანაში ან ჩემს პირად ცხოვრებაში და ამაზე რეფლექსია არ მქონდეს. შესაბამისად გამოვიდა ისე რომ რა თქმა უნდა ძალიან მინდა რომ ვიმუშაო, ამის გარეშე ფაქტობრივად არ შემიძლია არც ერთი დღის გატარება და ვათვალიერებდი ფოტოებს, ამ ქრონიკებს ვათვალიერებდი და რაღაცნაირად რამდენიმე ფოტომ მოიტანა ისეთი ატმოსფერო, რომ უკვე აღარ შემეძლო, რომ ეს ატმოსფერო ჩემს ნამუშევარში არ გადმომეტანა ჩემს სტილოზე და არ ვიცი როგორც ჩანს არც ეს ცუდი გამომივიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ ნახატს. აი ახლა ეს ქალბატონი რატო გავაჩერე ეს კადრი მე და რატო წარმოგიდგინეთ ეს არის ლია უკლება. მე მინდა ხა დავაბრუნოთ კადრი ვანახოთ. აი უკან ხედავ თქვენ ამ ნაძირალა ქალმა დახატა ღვთისმშობელი რომელიც უკან არის ნახატი თან ეს ჟურნალისტმაც პირდაპირ აი ამ ნახატის უკან ეს ჩაწერა ეს ჟურნალისტი ღვთისმშობელი რომელსაც უკავია იარაღი ხელში და მიმარჯვებული აქვს საფეთქელთან ხედავთ ალბათ ხო უკან ამ ლია უკლებას ეგრეთ წოდებულ ქმნილებას ამ ნაძირალა ქალის და აი ეს ქალი, რომელიც სახელგანთქმული გახდა ბრჭყალებში, იმითი რომ აი ესეთი მკრეხელური ნახატი დახატა და მე ეს ილიას უნივერსიტეტში ეკიდა და იმ ილიას უნივერსიტეტს მართლა არ ვიცი დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს და იქ არავინ არ იყო ნამუსი, სინდისი, არც სტუდენტს, არც მასწავლებელს რომ ეს ჩამოეხია ეს ნახატი. აი ეს ქალბატონი გვიკითხავს დოტაციას თავისუფლებაზე და იმაზე რომ რაღაცა დემოკრატიაზე. ეხლა მე მაინტერესებს ჩემ გზნობებს რატო შეურაცხყოფში არაქალო შედა. აი რატო უნდა დახატო ნახატი ღვთისმშობელი რომ თავს იკლავს მაინტერესებს. თავის მოკლა თუ გინდა შენ მოიკალე თავი რატო ვაკლებინებ ღვთისმშობელი აი ვაგებიდან ეს რო ამომდის აი მე რაღაცნაირად უკვე აი ცუდათა ვარ კიდევაც აი ამას რო ლაპარაკობ მაგრამ ხედავ თქვენც აი ჩემს ხედავთ ეკრანზე რა ნახატი დახატა ამ არარაობამ და ამასთან მიდის ეს ჟურნალისტი და ამას უთმობს ესე იგი ტრიბუნას. მაინტერესებს ერთი მიდით და ბორდელიდან აკეთეთ მაშინ ეხა რეპორტაჟები რაღა განსხვავება აღარ ფსკერი არის უკვე იმას შორის რასაც თქვენ აკეთებთ ხალხო. რა არის შეიძლება ამას ეხა დავუთმო ტრიბუნა აი ამ არაქალს ამას რომელიც ღვთისმშობელს შეურაცხყოფს ხალხო გეკითხებით მე რომელი ქვეყანა ჩვენ ვაბობთ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ვარ ღვთისმშობლის წინხვედ ქვეყანაში შეიძლება ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ვაპატიოთ ამ არაქალს შეიძლება ღვთისმშობლის წინხვედ ქვეყანაში ღვთისმშობლის შეურაცხყოფელ ადამიანს ტრიბუნას უთმობდეს მედია საშუალება მე ეხლა გააკეთებს ხვალ ვიღაცა ჟურნალისტი ამ არხზე რაღაც შობა მოდის საშობაო რაღაცა სიუჟეტ სასულიერო პირები როგორ ემზადებიან შობასთვის და როგორი ქრისტიანები არიან იმას გვეტყვიან ეხლა ვიღაცა იტყვის ეს რომ დემოკრატია სიტყვის რა სიტყვის თავისუფლება მაინტერესებს ეხლა ეს რომ მუხამედის კარიკატურა ყოფილიყო და თავს იკლავს მუხამედი და რაღაცა მაგდაგვარი ყოფილიყო მაგას გაბედავდი თქვენ რატო ვერ ბედავთ ჩვენ რატო გვართ დაბალიღობე ვართ ქრისტიანები მაინტერესებს ერთხელ ვინმეს და მე წინამდე გვა პირველი დაგმობ და როგორც ქრისტიანების შეურაცხყოფაზე ავიმაღლე ხმა ასევე მუსულმანების მიმართ შეურაცხყოფა რო იქნება ისევე ავიმაღლებ მაგრამ ესენი ვერ გავიგე ჩვენზე რატო არიან ასე დაგეშილები უბრალოდ იმათ ვერ უბედავენ მუსულმანურ მრევლს და ჩვენ მოგვნახეს ესე იგი და არც უნდა გაბედონ მე იმას ვამბობ რა ჩვენ მოგვნახეს დაბალიღობე იქ იმათი ეშინიათ და ჩვენ ახან ესეთი ტოლერანტურები ვართ რომ ვერ ესე იგი აი ესე უშვებთ ამ ყველაფერს ჩვენ არ უნდა დაესკვნათ რაღაც გავატაროთ თურმე ეს ყველა ეს ქალი ეხლა კიდე ერთხელ მეორებ მსგავსი რომ გაეკეთებინა მუსულმანურ ქვეყანაში და მუსულმანური სარწმუნოების მუსულმანების წმენდის აღსარებლებისთვის აი მაგდაგვარი რაღაცა ეხლა ცოცხალი არ იქნებოდა ეს ადამიანი რა და მე დარწმუნებული ვარ ამას დაიჭერდნენ კიდევაც და მე ვფიქრობ ამაზე უნდა იყოს ციხე ეხლა აი ესეთ რაღაცას რომ ადამიანი გააკეთებს ამ ასეთი რაღაცის მიმართ უნდა იყოს პასუხისგებლობა შეიძლება ხალხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე რამდენჯერ ვიმეორებ ღვთისმშობლის წინხვედ ქვეყანაში ვიღაცა ღვთისმშობელს გვიგინებდეს შეიძლება და მე ტრიბუნას უთმობდეს ამ ყველაფერს ახლა რუსეთში რო ეგ ვინმე გაბედოს ახლა რაც აი ამან გაბედა
აი ამას გააციმბირებდნენ ალბათ. და ამიტომაც არიან, რომ აი ამ რუსეთის მიმართ ესეთი აგრესია აქვს, რომ რუსეთში ესეთი რამე არ ხდება. და აი ამერიკაში ხდება, ევროპაში ხდება, ჩვენთან არ ხდება, რუსეთში არ ხდება ეს. და ამიტომაც არის, რომ ესე საუბრობენ იმის შესახებ, რომ რა ქვია, ჩვენო რუსეთში არ გვინდაო. ვითომ ესე ვინმე ეპატიჟებოდეს ამათ რუსეთში. ამიტომ უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი, ეს ვაკხანალია, ეს საშინელება უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. და როდესაც საუბრობთ, რომ იქ რაც ხდება, ხდება საშინელება, ამათ უნდათ, აი ხა უკრაინაში რო გაიმარჯვა ამ ზელენსკიმ, ესე იგი ეკლესიები აქციეს კულინარიული შეჯიბრების ადგილად, ვითომ შენობა და ნაგებობა არ კონდეთ, რომ იქ რაღაცა გააკეთოს საჭმელი და რაღაცა კულინარიული შეჯიბრები, ესე იგი საკონცერტო დარბაზებად ხო აქციეს. ესე იგი შიშველი ქალები ხო დარბიან ეკლესიაში, სიმღერებს რო უკრავენ, გავიგეთ. და ეხა ნახეთ რა გააკეთეს კიდე. Замутается шумоз будується поруч, що замотується. І ти отримаєш ось такі невеличкі рулочки. Потім ти їх кладеш і запікаєш сировиці в духовці. І в тебе виходить запечені сировиці в духовці, кисленькі голубці. საცოდავი უკრაინა. ხედავთ ხო? ეკლესიაში წმინდა ადგილას ადამიანი აგერ იმას რა ქვია, თავის კულინარიულ შემოქმედებას აცნობს ხალ ადამიანებს. გაგიჟდებით, აი რა ხდება და ამათ თუნდაც ეგ რაც უკრაინაში მოხდა, როგორ ეკლესიის შეურაცხყოფა მიაყენეს სასულიერო პირები, ზოგი მოკლეს, ზოგი დაიჭირეს. აი ეგ უნდათ გააკეთონ ამათმაც აქ საქართველოში. დასავლეთის მოდელი, დღევანდელი დასავლეთი არის თანამედროვე მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, რომელსაც ფილიალები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში და ერთ-ერთი ფილიალი არის აი ეს ნაცმოძრაობა მათი. ნაცმოძრაობა, მათი სატელიტი შექმნილი ორგანიზაციები. აი ეს უნდათ ამის განხორციელება. და ჩვენ თუ ამას დაუშვებთ, არ ვიცი, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებით. და აი ამ ყველაფერს მე შემდგომში რასაც აკეთებენ, ამას ემატება ძალადობა კიდე. ეკლესიის შეურაცხყოფა, წმენის შეურაცხყოფა, სასულიერო პირების შეურაცხყოფა და ბევან გრევა რუსთაველისა. და ამას მე უწყინარ და არაფერს ისეთ მაგალითად მოიშველიებენ, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. მე არ ვიცი, აი მართლაც ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, მეც მინდა ხოლმე რაღაცის თქმა, მართლაც ასეთი აქციები არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მინახავს. არაფერი რო არ დაზიანებულა, არაფერი რომ არ დამწვარა, არაფერი, აი ყველაფერი არის მართლაც ეს პროტესტი ისეთ ზღვარზე გადის და ამ დროს არამხელა სისასტიკე მოდის იქიდან. აი რატომ ასეთი სისასტიკე, რას აჩვენებს ეს? მე არ ვიცი, აი მართლაც ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, მეც მინდა ხოლმე რაღაცის თქმა, მართლაც ასეთი აქციები არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მინახავს. არაფერი რო არ დაზიანებულა, არაფერი რომ არ დამწვარა, არაფერი, აი ყველაფერი არის მართლაც ეს პროტესტი ისეთ ზღვარზე გადის და ამ დროს არამხელა სისასტიკე მოდის იქიდან. აი რატომ ასეთი სისასტიკე, რას აჩვენებს ეს? ისე იგი თურმე არაფერი არ მომხდარა, არც არაფერი დაშავებულა არავინ, არც დაზიანებულა, არც რამე გადამწვა. ეს უწყინარი პროტესტი არა, თურმე ის თავისი დაიწვა, შენობები თავისი განადგურდა რუსთაველი, რო შეხედავ, ესე იგი იმას ომის კვალს გეგონება. არ ვიცი, ეს თურმე არა. მე კიდე ერთი მინდა შესაბამის უწყებებს მინდა მივმართო. ამრა რომ გააქრობთ ხოლმე ყველაფერს. აჩვენეთ ის ვანდალიზმი ამ ყველაფრის. გადაიღედა, აჩვენეთ, კაცო. პოლიციელებზე თავდასხმა აჩვენეთ. იმაზე აჩვენეთ რა დადღაპნეს და გაანადგურეს ყველაფერი. ისე წაშლიან ყველაფერს მეორე დღეს კაცშვილმა რო ვერ ნახოს რა. აი ეს არის კატასტროფა და ეს არის საშინელება რაც ხდება და არ ვიცი, მე ერთი რამე მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო. რომ თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ეს ქვეყანა მართლა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. მით უმეტეს აგერ გვაქვს მაგალითი. სირია, რომელიც 10ჯერ და 20ჯერ ჩვენზე დიდი ქვეყანა იყო, რაოდენობრივად ტერიტორიულად და შეწყვიტა თავის არსებობა. გადაინაწილა სირია სხვადასხვა ქვეყნებმა და ეხლა აი ტორტის ნაჭერებით გაჭრეს და ჩვენ რაღაცა გონია რომ ეს საქართველოს მიმართ არ მოხდება ეს. ჩვენ მიზე მით უმეტეს უკვე დიდი ხანია კბილებს ილესავენ. და მაინტერესებს ერთი ვინ დაუდგება წინ ეს ახალგაზრდები დაუდგებიან წინ თუ ის ადამიანები დაუდგებიან წინ რომლებიც შარულად ჩახტილი დარბიან ოკუპაციის ხაზთან